მამებსაც ეხება და დედებსაც. მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე მამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ესე იგი, ბავშვთან მიმართებაში კაშდება რითი? ესე იგი, პირველი, კვების რაციონის ბალანსირებით. რა არის კვების რაციონის ბალანსირება? ახლა ზოგიერთი გეტყვის, ხო, რაღაცას არ ჭამს. აი იქ რაღაცა ბალანსირება საჭიროა. ხო, აი მაგათაც თუ ახლა ბავშვს ჩვენ ვერ ვაძლევთ რაღაცა ოკეანის და კარგ თევზს და ზამთრის პერიოდია, ესე ბუნებრივია D ვიტამინის წყარო აღარ აქვს. D ვიტამინი ხო ეს სიმბოლური სახელი ეს არის D ჰორმონი. D ვიტამინი პირობით ეს ჰორმონია უფრო, ანუ უფრო მეც აკეთებს ვიდრე ვიტამინი. ამიტომ სადაც არ ყოფნის კვებითი ფაქტორი ჩიავსო შენ, ამიტომაც არსებობს კვებითი დანამატი, რომ ის უნდა დავლიოთ. ამიტომ პედიატრთან ურთიერთობა პირველ რიგში ეს არის ოქტომბრიდან აპრილამდე. რაც უფრო მეტი ინსოლაცია და მზის სხივია, მე როგორ არ ჭირდება. არც დიდ და არც პატარას D ვიტამინის ასე ვთქვათ ხელოვნურად დანამატების მიღება. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი მზეა და ამით ივსება. დანარჩენი კვებითი რაციონი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, ეს ყველაფერი უნდა იყოს გადაბალანსირებული და აი ეს კვება არის ერთ-ერთი იმუნიტეტის გაკაჟების, ესე ვიტყოდი, ყველაზე კარგი საშუალება. მეორე, ეს არის რასაკვირველია, ფიზიკური აქტივობა. აი ფიზიკური აქტივობა ბავშვთან შესაბამისი ასაკთან მორგებული, რა არის, აი მარტივად რომ აღიქვათ თქვენს და ჩვენ ვინც გვისმენს და მოგვისმენს კიდე მომავალში, ხო? აი ჩვენი მე მახსენე ლიმფური ქსოვილები და კვანძები და ესენი სადაც იმუნური ჯარისკაცები გადაადგილდებიან. მე თუ კუნთები მეჭიმება და ავდივარ თუ მოძრაობ თუ ვარჯიშობ თუ რასაც ვაკეთებ, ეს ასე ვთქვათ, მექანიკურადაც აწვება ამ იმუნური უჯრედებს სწრაფი გადაადგილების მას აიძულებს. აი ბევრი რო არ გავაგრძელო, ეხლა ეს ერთ-ერთი ერთ-ერთი მექანიზმია ფიზიკური აქტივობა, რატო აძლიერებს იმუნურ სისტემას. ნუ ძილი საკითხი, ხო? ბავშვებს ეხლა მით უმეტეს გაჯეტებზე მიმულები და აი მოზარდების ნაწილი, სვამის გამოკითხვაში ვარ, ასაკვირველია. მამებთან არ დამავიწყდეს, მე როგორც ალერგოლოგს ერთი რჩევა და თხოვნა მაქვს. ხო, უბრალოდ არ დამავიწყდეს. ხო, აი ძილის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ხო, არ უნდა ბავშვი ღამით 2 და 3 საათამდე არ უნდა ჩერდებოდეს. ზოგჯერ გეტყვის, რომ ხო, აი ვერ ვაძინებთ და ძალიან შეწუხებულები არიან ოჯახები და თქვენ კი სულ ამაზე ამახვილებთ ყურადღებას. მე მეკითხები, აი თქვენ რომელ საათამდე ხართ დედა და მამა? ხო, ჩვენ რა ვიცი, აბა სადღაც 3-4 საათზე მე რაღაცა არა, აუცილებლად თუ ბავშვი ფხიზელია და თქვენც უნდა წახვიდეთ მათთან ერთად საწოლში.